მწვანე თუ ყვითელი, სუში თუ ბურგერი, დიდი თუ პატარა, დღეს თუ ხვალ, თუ ზეგ თუ როდის, მალე დაბადების დღეც მოდის. სახლში დავრჩე თუ სადმე წავიდე, აგარაკზეც ხომ უნდა ავიდე, კინო თუ თეატრი, ახლა თუ საღამოს. გიჭირთ არჩევანის გაკეთება. ისარგებლეთ ხალიქ ბანკის საკრედიტო ბარათით და მიიღეთ ყველაფერი, რაც გსურთ. ხალიქ ბანკი. 5 იანვარი 20 საათი აჭარა bet main event ახალი წლის მთავარი მოვლენა პოკერში ონლაინ ტურნირი რეკორდული საპრიზო ფონდით 150,000 ლარი ჩაერთე ყოველდღიურ სატელიტებში და მოიპოვე შენი ბილეთი დღესვე acarabet.com შეცვალე სახურავი ნოვაში დღეში 2 ლარიდან შეარჩიე ზომა ფორმა და ფერი ნოვა იყიდე პირველისგან ვიტაკი გაინათე ცხოვრება მისამართი ალექსანდრე ყაზბეგის 46 მობილური 591 33 44 99 საქმიანი დილას ბიზნეს კონტრაქტის და ანალიტიკას შემქმნელებისგან ბიზნესი მთავრობა ადამიანები გადაწყვეტილებები რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკაზე საყურადღებო ტენდენციები და რესპონდენტები მთელი მსოფლიოდან რთული კითხვები რომლებსაც თქვენთვის ვსვამთ და პასუხები რომლებიც გეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. თქვენი აქცენტები და ჩვენი ანალიზი. ყოველ სამუშაო დღეს TV პირველზე. გააფორმეთ კონტრაქტი ჩვენთან ერთად. გადაცემის სპონსორია Liberty Bank-ის საავტო ლომბარდი. Liberty Bank-ი ყველგან და ყველასთვის. გადაცემის გენერალური სპონსორია სამშენებლო მასალების კომპანია Nova. წარმოება, იმპორტი, ექსპორტი. Nova. იყიდე პირველისგან. საახალწლო ეთერის სპონსორია BioLine. ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან. BioLine სიცოცხლის პირველივე დღიდან. აიღეთ ცეცხლი ხალიქ ბანკში შემოსავლების დადასტურების გარეშე და მარტივად მიაღწიეთ თქვენს მიზნებს. ხალიქ ბანკი. საახალწლო ეთერის სპონსორია ლაქტოჯი. ანტიბიოტიკები ანადგურებენ არა მარტო მავნე, არამედ სასარგებლო ბაქტერიებსაც და იწვევენ დისბაქტერიოზს. ლაქტოჯი სწრაფად აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროგარემოს. მიიღეთ ლაქტოჯი ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობის პირველივე დღიდან. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ ვახოსანაიას ამბებს 19 საათზე. პარლამენტი ბიუჯეტის 2017 წლის პროექტს იხილავს. ეროვნული ვალუტა უფასურდება. ეროვნულმა ბანკმა კი დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს. ამ საკითხების გარდა აქტუალურია ოპტიმიზაციის თემა, სამუშაო ადგილები, პენსია. სწორედ ამ საკითხებზე იმართება დებატები პარლამენტში ამ დრომდე. წარმოგიდგენთ რამდენიმე განცხადება, შემდეგ კი პირდაპირი ჩართვებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ქუთაისიდან უპასუხებენ ჩვენს შეკითხვებს. თქვენ შორის არის ჯგუფი ადამიანი პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა რომ გვაჩვენოს საომრჩევლოს, რომ წონა გაქვთ. სტატისტები არ ვართ ხო იძახით აქ წინა გამოსვლელი იძახდა. გვაჩვენეთ რომ არ ხართ სტატისტები. აბა გვაჩვენეთ შეგიძლიათ თუ არა ან ძიმეწონოსანი საკითხი აწიოთ, ეხლა თუ შეგიძლიათ. ამათ რო არ შეუძლიათ ნახე უკვე. გეყოთ უნარი რომ გვაჩვენოთ რომ შეგიძლიათ იმოქმედოთ პოლიტიკურად. თორე ეს ყველაფერი არის უბრალოდ თქვენი მხრიდან ლაპარაკი და მოფერება მთავრობის, რომელიც ქვეყანას უფსკულში გადაჭიხავს. გასაგებია ის პროცესი, რომ ლარი დღევანდელ დღეს შეიძლება ესე ვიზუალურად რო ვთქვათ, ოპოზიციისკენ გადაიხარა და ძალიან ბევრი დღესაც ჩანს აქ, როგორ სულ მოუთქმელად ელოდება, როდის გადაეხვევა ლარი კუპონს, რაც მე მგონი თვითონაც არ ჯერა, მაგრამ ამისი მოლოდინი არის მათი მხრიდან. ამაო, რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება გარდაუვალად მიიჩნია იმ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, გულისხმობ აქციზების დაწესებას და ასე შემდეგ, ეს კიდე გასაგებია, რომ დამატებით ფანტაზიებს უღვივებს ოპონენტებს და ჯოჯოხეთის და რაღაც ხიჩკოკის ატმოსფეროს მიმართულებით, გუშინ მომესმა დამხრჩვალი, რაღაც სისხლისგან იცლება, რაღაც სამარე ამბავი, მოკლედ რაღაც ძალიან შავი ფერები. შემცირებებში მოყვებიან თუ არა თქვენი ნათესავები, მთავრობის წევრების, ნათესავები, მეგობრები, ნაცვლები და ასე შემდეგ, თუ აპირებთ, რომ ის ადამიანები გაუშვათ სახლებში, ვისაც პატრონი არ ყავს. თუ რომელიმე მენეჯერი მიიღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციაზე, მან აუცილებლად პროფესიონალები უნდა შეინარჩუნოს. საშუალოდ 50 თეთრით არის მომატებული ყველა ძირითად პროდუქტი. ეს არის ზეთი, შაქარი, ფქვილი, მაკარონი, ციციბურა, ისაც ჩვენ ყველას უჭირდება. ზოგი პროდუქტი არის ლარი და 10 თეთრით მომატებული ლარით, ანუ ეს არის მასიური, ყველასთვის ძალიან სამძლეობი, მაგრამ მხოლოდ ზაფხულიდან აღარაფერს ვამბობ. 2012 წლის პერიოდიდან, როდესაც ფაქტიურად 2 ლარამდე არის პროდუქტებზე ფასის მომატება. ეს არის ის ტვირთი, რომელიც აწევს ყოველ მოქალაქეს დღეს და რომელსაც მთავრობა უბრალოდ ხუჭავს თვალებს. ლარის კრიზისის შეჩერებას ვერ შეძლებენ. ლარს გაცდება, წავა ეს კრიზისი უფრო დინამიკაში და ეს დაარტყავს ჩვენ ოჯახებს და ადამიანებზე აქ არავინ არ ფიქრობს. არც იმ დარბაზში არავინ არ ფიქრობს სინამდვილეში ადამიანებზე. იმ დარბაზში ფიქრობენ, ვინ უკეთესად ილაპარაკებს ლამაზი და ბრტყელი სიტყვებით და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ცეცხლზე ნავთი დაასხან პროცესს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს რჩება რეგიონში ეკონომიკური პროცესების თვალსაზრისით ლიდერ პოზიციაზე და ეს ჩვენ ყველას ერთნაირად უნდა გვეხებოდეს. მე ვფიქრობ, ჩვენ ასე დროს უნდა გვეყოს ძალა, რომ არ ავყოთ პოლიტიკურ ცნობებს და არ დავარტყათ პროცესებს უპასუხისმგებლო განცხადებები და აპოკალიფტური სცენარების მოდელირებით. ახლა კი კონკრეტულად ფასების თემა და ეროვნული ბანკის პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით დღევანდელ ეტაპზე აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. მის ხელში არსებული ბერკეტების მეშვეობით. ლევან კობერიძე, პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების წარმომადგენელი, უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ის პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან ჩაგვერთვება. საღამომშვიდობისა, გმადლობთ, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი შეკითხვა მე მინდა დაგისვათ ეროვნულ ვალუტას დაკავშირებით. ოპოზიციის მხრიდან ალბათ თქვენც გესმოდათ ეს კომენტარები ჩვენს ეთერში. საკმაოდ პესიმისტური განცხადებები კეთდება. თქვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს შეგიძლიათ უთხრათ რაიმე დამაიმედებელი ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ჩვენს მოსახლეობას?
საღამომშვიდობისა, ახო მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ლარის კურსს რაც შეეხება, ისეთი შტაბეჭდილება იქნება ოპოზიციის განცხადებებისგან, რომ მართლაც და რაღაც ერთი სული აქვთ, როგორმე დაინახონ თუ როგორ შეიძლება აისახოს ბლუმბერგის საიტებზე, თუნდაც ოდნავ გაუფასურებული ლარი იმისათვის, რომ დასცენ ყიჟინა გამარჯვების, თითქოს და ეს მათი გამარჯვება და არა ხალხის პრობლემა, რომელზეც თითქოს და ესე საუბრობენ, რომ მათზე ზრუნავენ, ეს არის ყველაზე სამწუხარო. პირველ რიგში ამით დავიწყებდი ამაზე საუბარს. მეორე, რაც შეეხება ლარს და მსგავსი ტიპის განცხადებები, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, სწორედ რომ ნამდვილად უწყობს ხელს გარკვეულწილად რაღაც გარკვეული აჟიოტაჟის შექმნას ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც პოლიტიკოსები, თუნდაც ოპოზიციიდან, ასე დაბეჯითებით აცხადებენ, რომ აუცილებლად გაუფასურდება ლარი, როდესაც ამისი წინაპირობა გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რაც არის დღეს ეკონომიკაში, ნამდვილად არ არსებობს. ხოლო პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ლარის გამყარება არის თავრობის ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა, მაგრამ ლარი მყარდება მხოლოდ გაძლიერებული ეკონომიკით. შესაბამისად, თავრობის ამოცანა არის საზოგადოებასთან ერთად, ბიზნეს სექტორთან ერთად, ყველა მიზნობრივ ჯგუფთან ერთად გააძლიეროს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის ყველაზე მთავარი, ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ნამდვილად შემიძლია დავარწმუნო მოსახლეობა იმაში, რომ თავრობა, სახელმწიფო გუნდი, პარლამენტი ყველანი ერთად მუშაობენ სწორედ იმ მიმართულებით, რომ გაძლიერდეს ეკონომიკა. იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არის შემდგომში მოსახლეობის კეთილდღეობის, დასაქმების და გამყარების. ბატონ ლევან, აი ეკონომიკის ზრდა და ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც თქვენ ახსენებთ, რამდენად შეუწყობს ხელს ეკონომიკის გაძლიერებას ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქციზის განაკვეთის ზრდას, ანუ გადასახადი იზრდება და პლუს ამას მოქალაქეებს გაუძვირდებათ საქონელი და მომსახურება, ზოგიერთი საქონელი და მომსახურება და ეს ეროვნულმა ბანკმა, მისმა პრეზიდენტმა დღეს ოფიციალურად თქვა. აი ეს ნაბიჯი ეკონომიკას როგორ გააძლიერებს, გითხარით თქვენი არგუმენტები? პირველ რიგში, როდესაც ეკონომიკის გაძლიერებაზე და საერთოდ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად არაპროფესიონალური იქნება თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ მის ცალკეულ ამოგლეჯილ კომპონენტებზე. თავრობის გეგმა პარლამენტის მიერ სწორედ იქნა მოწონებული და ბიუჯეტით შესაბამისად იქნება მოწოდებული სწორედ იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ძალიან კარგად ასახავს იმ წონასწორობას და იმ დგენელებთან მიმართებაში ქმედებებს, რამაც უნდა გააძლიეროს ეკონომიკა. ერთ-ერთი მათგანი არის გადასახადების თემა, აქციზის თემა, უпростоრეთ რომელიც იზრდება და მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ყველაზე მთავარი რა ნაბიჯის, რა თამამი ნაბიჯის სწორედ გადადგა სახელმწიფოება გუნდმა, ეს არის ეკონომიკური რეფორმების გზა. როდესაც გამოვეხმაურები ბატონ გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ აი თქვენ რა შეგიძლია და აბა ერთი დაგვანახეთ, ცოტათი შემიძლია ვთქვა, რომ სასაცილო ჟღერს ეს განცხადება, იმიტომ რომ პოლიტიკურ გუნდს ყველაზე ტკივნეული, რაც კი შეუძლია მისი საქმიანობის განმავლობაში გააკეთოს, არის სწორედ ეკონომიკური და საერთოდ რეფორმების გზაზე შედგომა, რამაც უნდა მოუტანოს ქვეყანას წინსვლა და განვითარება. იმიტომ რომ სწორედ ეს რეფორმები არის ხოლმე გარკვეულწილად მტკივნეული და ყველაზე მეტად დამაზიანებელი იმ მომენტში მართველი გუნდისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ რომ მართველმა გუნდა სწორედ რომ გადადგა ეს ნაბიჯები. ეს არის ყველაზე მთავარი. როგორ გააძლიერებს ეს ეკონომიკას, ეს იყო სწორედ დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტი, როგორც ფისკალური გრადობის ასე ვთქვათ კონცეფცია დღეს წარმოადგინა ფინანსთა მინისტრმა. მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო რამაც გაიჟღერა მის გამოსვლაში იყო სწორედ ის, რომ თავრობის ამოცანა არის სწორედ პირობების შექმნა განვითარებისათვის, ის განათლების რეფორმა, ის ინფრასტრუქტურული განვითარება და მთლიანობაში ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იქნა გაჟღერებული როგორც სისტემური დოკუმენტი, რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას ეკონომიკური სწრაფი ზრდისაკენ, იმ 200.000
1000 სამუშაო ადგილის შექმნისაკენ, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ხდება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასე ვთქვათ რეალობაში. და ამაზე შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ საუბარზე უფრო მეტად მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეტაპები არის მტკივნეული, მაგალითად, როდესაც ჩვენ გადასახადების გაზდაზე ვსაუბრობთ, ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, აქ არავინ არ ეკლუცება მოსახლეობას, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ რეფორმებისათვის, ამ ნაბიჯებისათვის, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს დასაქმება და ზრდა, საჭირო არის სწორედ ფინანსური რესურსი. ეს ფინანსური რესურსი უნდა იყოს მოძიებული და სწორედ მოძიებული არის იმ ნაწილში, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის დამაზიანებელი და პირუკუ ვიტყოდი, არანაირად არაზიანებს სწორედ საბაზრო ეკონომიკას. ბატონ ლევან, აი რეფორმა ახსენეთ და აი აქვე მიჩნდება შეკითხვა, ბატონ ლევან. ნახეთ, ერთი მხრივ გადასახადის აქციზის განაკვეთის ზრდა და მეორე მხრივ მოგების გადასახადის რეინვესტირება. ანუ თითქოს ორი სხვადასხვა მიმართულებაა თითქოს. აი აქ ერთიან ხედვაში ეს ორი საკითხი როგორ ჯდება? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა, მადლობთ ამ კითხვისათვის. აქ ძალიან ღრმა ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, დებატში შევალთ ახლა ჩვენ და მსჯელობაში, უბრალოდ გადასახადები, არსებობს გადასახადები, რომლის ზრდა გარკვეულწილად უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ხოლო მოგების გადასახადის შესაბამისად ჩატოვება, ესე რომ ვთქვათ, ბიზნესში სწორედ რომ მისცემს საშუალებას, რომ ამ ბიზნეს პირველ რიგში ეს იქნება მცირე და საშუალო ბიზნესი მოახდინონ ინვესტირება და განავითარონ თავიანთი უფრო მეტი სახსრები, ფინანსური სახსრები გაუჩნდეთ თავიანთი ბიზნესების განსავითარებლად. ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ეს არის კომპლექსური გეგმა. აქ არის რამოდენიმე მდგენელი, რომელიც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თქვენ უცხოელი ექსპერტების სავალუტო ფონდის შეფასებას მოისმინეთ, ხო დღეს ახლა რაც არ უნდა ოპონენტებმა გვიკიჟინონ, რომელსაც უფრო მეტად პოლიტიკური ქულების დაწერა აწყობთ, ვიდრე რეალურად მოსახლეობაზე ზრუნვა და პასუხისგებლობა კი არის ჩვენ მხარეს სწორედ, ჩვენ ამ პასუხისგებლობას ვიღებთ და ვდგამთ ნაბიჯებს. ექსპერტების შეფასებასაც ხედავთ. დღეს სავალუტო ფონდმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი ძალიან მოხარულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ მთავრობა ბიუჯეტს წარადგენს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის შეფასებები პროფესიონალური. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხლა იმაზე რომ არ ვისაუბროთ, რომ ეხლა აქციზის გადასახადი, რომელიც არის პირველ რიგში იმპორტის შემაკავებელი, რომელიც თავის მხრივ ლარიზაციის პროცესს უწყობს ხელს და დაწოლას ლარზე ამცირებს, რომელიც თავის მხრივ უმსუბუქებს მოქალაქეებს სწორედ დოლარიზაციაზე, დოლარზე მიბმის თემას და უფრო მეტ რესურსს აძლევს განვითარებისათვის. ხო ეს ჯაჭვი არის და ამაზე შეიძლება ეხა ჩართვა არ გვეყოს, თუ გექნებათ. კი ბატონო, მე მინდა სხვა დროს ალბათ უფრო შევძლებთ, როდესაც სტუდიაში იქნებით ჩვენთან ამ საკითხებზე უფრო ფართოდ ვისაუბროთ. ახლა მინდა კითხოთ ფასებთან დაკავშირებით, ბატონ ლევან, აი ადამიანები ყველაზე მეტად ამ საკითხებს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, გრძნობენ მაშინ, როდესაც რაიმე პროდუქტს ყიდულობენ და არაერთი პროდუქტი არის გაძვირებული. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ ძვირდება ეს პროდუქტი, თუ კი მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, ფასები რატომ იმატებს მაშინ პროდუქციაზე? კი ბატონო, მოდით ვისაუბროთ, ესე იგი, პრობლემა, ორი სახის პრობლემა გვაქვს, ჩვენ ახლა რაზეც ბუნებრივია, რომ ესე არის ჩვენი ზრუნვის საგანი. ერთი, ლარის გაუფასურების თემა პირველ რიგში ეხება არა ასე პირდაპირ პროდუქტის გაძვირებას, არამედ უფრო მეტად ეხება იმ საკითხს, რომ მოსახლეობის დოლარიზაციის პროცენტი არის ძალიან მაღალი ქვეყანაში, 70%-მდეა და ბუნებრივია, რომ ეს პირდაპირ აისახება ნეგატიურად იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც სესხები აქვთ დოლარში აღებული და ჩვენ ამიტომ შევეცადეთ, რომ ერჯერადი სახელმწიფო გუნდმა მთლიანად, ერჯერადი, ასე ვთქვათ, დავარქვათ ესე, არ მინდა სოციალური პროექტი დავარქვათ, მაგრამ იპოთეკური სესხების, რომელიც დოლარში არის აღებული, მათი galarების ერჯერადი აქტი, ასე ვთქვათ, შეასრულოს. რაც გარკვეულწილად დაახლოებით 30,000 ადამიანს უნდა შეუსუბუქოს მდგომარეობას და აქაც მთავრობა და პარლამენტის ერთობლივი მსჯელობა
მუშაობების შედეგად არის მოძებნილი ძალიან ოპტიმალური და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ 100,000 ლარზე ზემოთ შემოსავლის მქონე პირებს ეს არ შეეხოს შედარებით ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე, რაც შეეხება ფასების ზრდას. ფასების ზრდა აქციზი ეხლა ამ წუთას რაც ხდება, ეს არის ბაზრის რეაქცია, საბაზრო ეკონომიკაა და შესაბამისად გარკვეულ განცხადებებზე ბუნებრივია, რომ იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ქსელები ახდენენ ბუნებრივია შესაბამის თავის რეაგირებას და არ გამოურიცხავ კი ბატონო, რომ რამოდენიმე პროდუქტზე იყოს ფასები და რამდენზე იქნება და რამდენით იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი, თუმცა აქ ახლა ძალიან ფარდობითია, ხო, ახლა ვიღაცისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და ვიღაცისთვის უმნიშვნელო ზრდას მტკივნეული აღმოჩნდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ შევძლოთ ისეთი გარემო შექმნა, სადაც მოსახლეობა იქნება დასაქმებული, სადაც მოსახლეობას შეიძლება ამ ტვირთის აწევა, ეს არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, ცუდია ახლა ზრდა თუ კი გამოიწვია ამ პროცესებმა გარკვეულ პროდუქტებზე ზრდა, მაგრამ ჩვენ ამის დაბალანსება უნდა შევძლოთ არა იმით, რომ ხელოვნურად შევაკავოთ ფასები, არამედ იმით, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი შესაძლებლობები, მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ფინანსური შემოსავლები, მეტი სოციალური დაცვა, რა პროცესებსაც ჩვენ ვაგრძელებთ, რომ მან შეძლოს ამ ყველაფრის გამკლავება და კიდევ დარჩეს გარკვეული თანხები თვითრეალიზაციისა და განვითარებისათვის. აი, აქ ვერთახდები ჩვენ და ჩვენი ოპონენტები, რომ ჩვენი ხედვა არის გრძელვადიანი, ძალიან კომფორტული იქნებოდა, დამერწმუნე და ძალიან ადვილი იქნებოდა, ასე ვთქვათ, არა რეფორმების არ გატარება, მიყოლა დინების, ამ ყველაფრის შეფუთვის, როგორც სამწუხაროდ აკეთებდნენ წინა ხელისუფლებების დროს, ამ ყველაფრის შეფუთვა სხვადასხვა ფაქტორების გადაბრალებით და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვამბობთ პირდაპირ, რომ ქვეყანას ესაჭიროება ეკონომიკური რეფორმები, ქვეყანას ესაჭიროება წინსვლა, სხვაგვარად ეს არის შეუძლებელი. ბატონ ლევან, და კიდევ ერთი თემა მინდა მოვასწრო თქვენთან, ბატონ ლევან, ეს ეხება ოპტიმიზაციის საკითხს, ეს ეხება მათ შორის ადამიანური რესურსის საკითხს, რომ შესაძლოა საჯარო სამსახურში ვიღაცებმა დაკარგონ თავიანთი ადგილები. შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, როგორ წარიმართება საერთოდ ეს პროცესი. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ისინი ხომ არ დატოვებენ სამსახურს, რომელთაც პატრონი არ აღმოაჩნდებათო საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე იყო ლაპარაკი. ხო, მოდით ესე ვთქვათ რა, რომ ძალიან ცოტათი მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავის დროზე მთელი დასაქმების, პირობითად დასაქმების მათი პროგრამა იყო, ნათესავების გაფორმება დასუფთავების სამსახურებში და გაფორმება იმ ადამიანების სხვადასხვა სიპებში, რომლებიც რეალურად იქ არც გამოჩენილ არასდროს. მათი მხრიდან ცოტა არადეკვატური მგონია საერთოდ ამ საკითხის დაყენება, მაგრამ ეს წარსულს ჩავაბარეთ. მოდით ვისაუბროთ რა არის რეალობა. ანუ მთავრობამ პირველად ესე დეკლარირებულად განაცხადა, რომ იგი 10%-ით შეამცირებს საოპერაციო ადმინისტრატიულ ხარჯებს და შესაბამისად ეს არის ის პროცესი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური წინსვლისათვის. როგორი იქნება ეს პროცესი წარმართული? დამერწმუნეთ, რომ ეს პროცესი იქნება წარმართული აუცილებლად გამჭვირვალედ. მეცაც გეტყვით, აი ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ინგამ გააჟღერა გრიგოლიამ თქვენთან ეთერში, აი ახალგაზრდასთან დაკავშირებით, მეცაც გეტყვით, თითოეული ადამიანის, მე თვითონ დაუკავშირდი ამ ადამიანს, მოვიკითხე მისი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა ეთერის შემდეგ და მე რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს პროცესი და თუ კი ესეთი ადამიანები არიან პროფესიონალები, ნამდვილად არავინ არ აპირებს დამერწმუნეთ, რომ პროფესიონალებმა დაატოვონ თავისი სამუშაო ადგილები და დაატოვებინოს ვინმე სამუშაო ადგილი. პირიქით, ჩვენი სწორედ პოლიტიკა თუნდაც საჯარო მოხელებთან მიმართებაში არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი იყოს დასაქმებული. მე როგორც პარლამენტარი პირობას გაძლევთ, რომ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დროს დავინტერესდები და აუცილებლად მოვიკვლევ და ჩვენ პარლამენტი ვიქნებით გარკვეულწილად, მოდით ესე დავარქვათ, საზოგადოებასთან ერთად ამ პროცესის ერთად თვალყურის მადევნებელი და ბოლო შეკითხვა, ჩემი ბოლო შეკითხვა, ბატონ ლევან, ბოლო შეკითხვას დაგისვამთ. აი ჩვენ შევეხეთ ლარის გაუფასურების საკითხს, შევეხეთ ფასების ზრდის საკითხს. ახლა საუბრობდით ოპტიმიზაციაზე და თქვენ თქვით, რომ ასევე ახსენეთ ილაპარაკეთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა, როდესაც 10 პუნქტიანი გეგმა იყო წარმოდგენილი გარკვეული პერიოდის წინ, თქვა, რომ მე ვიღებ ამ ყველაფერზე პასუხისგებლობა. შეგიძლიათ გითხრათ ამ 10 პუნქტიანი გეგმის, ასე ვთქვათ, ეფექტს როდის ვიგრძნობთ? ან ვადა
როგორ არის განსაზღვრული? ეს არის ეს 10 პუნქტიანი გეგმა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი თუ გრძელვადიანი? პასუხისგებლობა ნიშნავს თუ კი რაღაც არ გამოვიდა, ამაზე ვიღაცამ პასუხი აგოს. როდის შეიძლება 10 პუნქტიან გეგმაზე მოსახლეობა მოითხოვოს პასუხი? რაც შეეხება პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის და მთელი გუნდის მიერ, ჩვენი გუნდის მიერ გაჟღერებული 4 პუნქტიანი გეგმა პირველ რიგში არის ის გრძელვადიანი 4 წლიანი და შემდგომში კიდევ განგრძობითი პროცესი, რომელიც რეალურად მოიტანს ქვეყანაში შეუქცევად ეკონომიკურ წინსვლას და დასაქმებას. ეს დანამდვილებით შემიძლია დადასტურებულად გითხრათ. რაც შეეხება 10 პუნქტიან გეგმას, მასში არის ნაწილი, რომელიც არის მიმართული ძალიან სწრაფი ოპერატიული რეაგირებისათვის, მაგალითად იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში გალარება, 2017 წლიდან სესხების გალარება, მთლიანად ლარიზაციის პროექტი, ასევე აზარტული თამაშების უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კონტროლი და გამკაცრება კონტროლის. ეს არის ის თემები, რომელიც არის უფრო მოკლევადიანი თემები. აქციზის თემები, რა თქმა უნდა, რომელიც მოიტანს ეფექტს უახლოესი დავარქვათ ესე არა ძალიან გრძელვადიანი, მაგრამ შუალედური პერიოდის განმავლობაში. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის მინდა გითხრათ ვადებთან დაკავშირებით, რომ ეს 10 პუნქტიანი გეგმაც და 4 პუნქტიანი მთავარი გეგმაც, რომელიც არის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რეალურად ქვეყნის არის სწორედ იმ 4 წლიან ჩარჩოში მოქცეული, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა რეალურად უნდა იგრძნონ დასაქმება, იმიტომ რომ უნდა დასაქმდნენ რეალურად, უნდა დაინახონ ეკონომიკური განვითარება სწორედ იმისათვის, რომ მათ პირად ჯიბეზე აისახოს, მოდით ესე ვთქვათ, ეს ეკონომიკური ზრდა და განვითარება და მთელი ეს პერიოდი მოქცეული არის აი ამ 4 წლიან სამუშაო გეგმაში, რომელსაც დღეს ჩვენ ვამტკიცებთ, რომლის ერთ-ერთ ნაწილს დღეს ჩვენ ვამტკიცებთ თავარ ფისკალურ დოკუმენტს ბიუჯეტს. გმადლობთ პირდაპირ ჩართვისთვის. ლევან კობერიძემ უპასუხა ჩვენს შეკითხვებს პარლამენტიდან, ქუთაისიდან იყო ეს პირდაპირ ჩართვა. ახლა რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებებს, გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობა, ის პირდაპირ ეთერში გვერდება ასევე ქუთაისიდან. საღამო მშვიდობისა, ბატონ გიგი. საღამო მშვიდობის, გამარჯობა. ლარის თემით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ძალიან ხშირად კეთდება ამაზე განცხადებები, დღესაც არაერთი განცხადება იყო. თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება შეჩერდეს? ჩვენ ვხედავთ ძალიან სამწუხარო რეალობას, ყოველდღიურად ეროვნული ვალუტა დევალვირებს, ფასები იმატებს და ეს ყველაფერი ძალიან ამძიმებს ჩვენი მოქალაქეების ყოფას. ახლა დღეს პარლამენტთან ერთი ძალიან დიდი ჯგუფი იყო შეშფოთებული ადამიანების, ვინც თulis რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ ეს ყველაფერი ესე გაგრძელდა და პლუს ამას ის ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა აპირებს გადადგას მომავალი წლიდან. ახლა მონეტარული პოლიტიკის სპეციალისტები არიან და ამაზეა საუბარი მუდმივად, რომ რამ შეიძლება გააუმჯობესოს ვითარება. ფაქტი ერთია, რომ ქვეყანას სჭირდება უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყანას სჭირდება უკეთესი საინვესტიციო პოლიტიკა, მეტი ინტერესი საქართველოში იმისათვის, რომ შემოვიდეს ეს ინვესტიციები და შესაბამისად ბალანსი დოლარისა და ლარის გაუმჯობესდეს. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ თავისუფალი, უფრო თავისუფალი ეკონომიკით, ნაკლები გადასახადებით, ნაკლები რეგულაციებით. ჯერჯერობით ჩვენ პრაქტიკულად საპირისპიროს ვხედავთ. მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენციებით ნამდვილად არ გამოვა ის, რომ კურსი იქნას რაღაცნაირად ხელოვნურად შეკავებული. ბატონ გიგი, კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ, ეს ეხება გეგმას, რომელსაც მთავრობა უწოდებს ოპტიმიზაციის გეგმას. ოპოზიცია სულ მოუწოდებდა და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ბიუროკრატია შეკვეცოს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შეკვეცოს. ხელისუფლება ახლა აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის როგორც ჩანს ადამიანური რესურსის შემცირებაც მოუწევს. აი თქვენი აზრით როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, რა იქნება ნორმალური, ოპტიმალური გამოსავალი შექმნილ ვითარებაში? ძით რა არის, რა თქმა უნდა ეს არის ტკივნეული პროცესი, თუმცა ჩვენ არ მოუწოდებთ არავის, რომ მაინცსა და მაინც ადამიანები გაუშვან სამსახურებიდან. აქ ძალიან ბევრი სხვა ხარჯია, რომლის შემცირებაც შეიძლება და რაზეც
მითითებებიც იყო, თუმცა ეს ხელისუფლების ბრალია თუ მან ამ ბოლო წლების განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში მაინც ეს სწორედ საკუთარი წრის და საკუთარი აქტივისტების დასაქმება იყო შექმნა ბევრი არასაჭირო ადგილი. უამრავი რაღაცა სიპები ეგრეთ წოდებული არაკომერციული იურიდიული პირები, სადაც უბრალოდ შექმნილია სამუშაო ადგილები მისათვის, რომ კონკრეტული ერთგული ადამიანები დასაქმდნენ და არის შემთხვევები ძალიან ბევრი, როცა შეიძლება საქმეც არ კონდეთ ამ ადამიანებს და ხელფასს იღებდნენ. ამაზე ბევრჯერ ყოფილა საუბარი. გარდა ამისა რაღაცა პრემიერების სისტემა, დანამატების სისტემა, ანუ ხარჯები ძალიან გაიბერა. ეხლა ხელისუფლება თვითონ ხედავს, რომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას, იმიტომ რომ შემოსავლებს ვერ აბალანსებს ხარჯებთან, ზრდის ძალიან სერიოზულად ვალს, სახელმწიფო ვალს და ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ამ ვალებით ხდება გარღვეული ბიუჯეტის, მაგალითად ჯანდაცვის ბიუჯეტის შველა და ასე შემდეგ, იგივე სოციალური გასაცემლების დაფინანსება და სხვა. ამიტომ ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ის ეძებს გამოსავალს და უარეს გამოსავალს პოულობს იმ დაშვებული შეცდომების გამო, რომელიც წინა პერიოდში დაუშვა. ეს უარესი შეცდომა არის გადასახადების გაზრდა, რაც კიდევ უფრო გაართულებს ადამიანების ცხოვრებას. დღეს საუბარი იმაზე, რომ საწოლზე ფასები გაიზრდება, აქციზი გაიზრდება, თამბაქოზე თუ სხვა, ახლა შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით თამბაქოზე ფასების ზრდა ყველაზე გამართლებული იყოს, მაგრამ ამას თავისი სხვა მინუსები აქვს. მე დღეს ვისაუბრე მის თაობაზე, რომ ეს მიდგომა მაგალითად, რომ ფასი გავზარდოთ საწვავზე, ეს კარგია, იმიტომ რომ ნაკლები ადამიანი ივლის ავტომანქანით, ეს ხო ძირშივე არასწორია. რას ქვია ნაკლები ავტომანქანი, ნაკლები თუ ივლის ავტომანქანით, ეს ეკონომიკას დაეტყობა და ეკონომიკურ აქტივობას დაეტყობა, ისევ სამუშაო ადგილების შემცირებას დაეტყობა და აქ სწორედ ამ ლოგიკას მიუთითებდი, როცა ასეთი რამაც ვთქვი, რომ მაშინ ამ ლოგიკით თუ ჯობია რომ რაღაც შევამციროთ და რაღაც არ იქნება, ეკოლოგია გაუმჯობესდება, მაშინ ამით თავრობა გაამართლებს საკვებზეც ფასების ზრდას, რომ თქვათ ადამიანები წონაში ვერ მოიმატებენ. ახლა ეს ხო არ არის გამართლება და ეს ხო არ არის ლოგიკა. სიმართლე ის არის, რომ ამ პოლიტიკით, რასაც ჩვენ ხედავთ და ამიტომ ვაკრიტიკებთ ამ ბიუჯეტს, ჩვენ ვერ ვხედავთ განვითარების, მით უმეტეს სწრაფი განვითარების პერსპექტივას, ჩვენ ვხედავთ მომავალი წლის განმავლობაში უფრო გაზრდილ ფასებს, პენსიების გაუზრდელობის პირობებში და რომ არიზდება სოციალური გასაცემლები, გაჭირებაში მყოფი ადამიანების კიდევ უფრო გაჭირებაში ყოფნას, საბანკო კრედიტებზე როცა ლაპარაკი, ეს რომ 100,000 ლარიანი სესხის და საბინაო კრედიტის პირობებში ვიღაცას უსუბსიდირებენ რაღაცა ნაწილს, ეს არ არის შვილა ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება 100,000-იანი კრედიტი არ აქვს, მაგრამ ყოველდღიურად სესხით იკვებება. სესხით, მე ვიცი, მაგალითად, ერთ სფეროს მინდა კიდევ შევეხოთ. მხოლოდ სესხის ხარჯზე აკეთებენ იმას, რომ ოჯახებისთვის არჩოს ყიდულობა და ერთ სფეროს მინდა შევეხო, ეს არის პროცენტით საყოველთაო დაზღვევის საკითხი, აქაც ცვლილებებს აპირებს ხელისუფლება მოდიფიცირებას ამ სისტემის და თქვენ იცნობთ, თქვათ, დაახლოებით რის გაკეთებას აპირებენ, რაც რა თქმა უნდა ჩვენ ვიცნობთ. არა, ზუსტად ეს არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეს მხოლოდ განცხადებებია ჯერ. ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვაკრიტიკებთ ფინანსურ მოდელს. უпростоრად რისკებზე მიუთითებ დაწყებული პირველი დღიდან, როდესაც ამაზე იყო ლაპარაკი, რომ კარგია საყოველთაობა, კარგია ამის თქმა, რომ ყველაფერი გეკნებათ, მაგრამ ფული არ აქვს ქვეყანას და საბოლოოდ ადამიანებს მოვატყუებთ, იმიტომ რომ ვეღარ მივცემთ იმ ხარისხის სერვისებს, იმიტომ რომ მედიკამენტებს ვერ შეიძენენ, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ აანაზღაურებს იმ გაზრდილ ხარჯებს, მით უმეტეს როცა ის ვერ ახერხებს შემთხვევების ამ მართვას, урგენტული შემთხვევების გაზრდას, დაფინანსება ძალიან იზრდება. ასეთ შემთხვევაში ისევ ჯიბეს დააწვება. იმიტომ არის რომ ყველა კვლევები და ისედაც კვლევების გარეშეც ჩვენ ვხედავთ რომ ფასები იზრდება, მოსახლეობას ეს ტვირთი ეზრდება და განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში, როცა მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ღარიბსაც და მდიდარსაც პრაქტიკულად სახელმწიფო ერთნაირად აძლევს სერვისს. ამიტომ ეხლა გამოსავალი მართლაც არის იმაში, რომ ოპტიმიზაცია მოხდეს, თუმცა დღეს უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ თქვენ თუ ეთქვით 500 ლარის კონე ოჯახს და ასეთი ძალიან ბევრია საქართველოში საშუალო შემოსავალი ოჯახების კვლევებით არის 400 დაახლოებით 500 ლარი და თუ ასეთ ოჯახს ეთქვით რომ თქვენ კერძო დაზღვევაში უნდა იყოთ
მე მერწმუნეთ რომ 500 ლარის შემთხვევაში იმ გაძვირებულ რომელიც აუცილებლად გაძვირდება კერძო დაზღვევაც შეიძლება ვერც იყიდოს კერძო დაზღვევის პოლისი და დარჩება დაუზღვეველი. ამიტომ ძალიან ბევრი რისკებია. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად რას აპირებს მთავრობა ამ ბიუჯეტში ეს არდებს. ამ ბიუჯეტში არდებს ისიც რომ მედიკამენტებით იქნება უზრუნველყოფა რომელიმე ჯგუფის ყველაზე დაუცველი ადამიანების თუ სხვა, ასე რომ ძალიან ბევრი კითხვებია თორე ასე განცხადებით რომ ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. ბატონ გიგი, ბოლო შეკითხვა უნდა დაგისვათ. ჩვენასაც ვამბობდით მუდმივად რომ მიზნობრიობა გაიზარდოს და ღარიბ და ნაკლებად შეძლებულს მეტი ყურადღება მივაქციოთ, მეტი მივცეთ და ვისაც თანხები აქვს მას შეუქმნათ პირობა რომ თავად იყიდოს სადაზღვევო პოლისი კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან და კერძო კომპანიები პრაქტიკულად დღეს ამ ბაზარზე არ ოპერირებენ. ამიტომ გვესმის განცხადებები, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით გასაგები, აი პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც 4 პუნქტიან გეგმაზე აიღო პასუხისგებლობა, შემდეგ ხაზგასმით აიღო პასუხისგებლობა 10 პუნქტიან გეგმაზეც, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო წარმოდგენილი. თუ კი ეს პროცესი გაგრძელდა, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, ამას დაემატა ოპტიმიზაციის შედეგად ადამიანების შემცირება. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ პასუხისმგებლობაზე პასუხს მოსთხოვენ პრემიერ-მინისტრსაც და ეკონომიკურ გუნდსაც და შესაძლოა პროცესები მივიდეს იქამდე, რომ მათ მოუწიოთ, თქვათ, წასვლა ეკონომიკურ გუნდს? მე მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, მეორე ვადა ვარ ოპოზიციაში და გითხრათ რომ ეს არის ზოგადად საციამოვნო პროცესი ამ ხელისუფლების პირობებში ეს ნამდვილად ასე არ არის, მაგრამ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს არანაირი სურვილი არ მაქვს ჩავარდნილი და ჩაფლავებული ეკონომიკა ვნახო, ან ვნახო ის გუნდი სამთავრობო რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს იმისათვის რომ მდგომარეობა გაუმჯობესოს. მე მართლა მინდა რომ რაღაცა უკეთესად მოხდეს და ამ უკეთესობაში შევეჯიბრებით. ეს არის სწორედ ჩვენს ამომრჩეველთან მისვლის საშუალება რომ ჩვენ რაღაც უკეთესი პროგრამა შევთავაზოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება და ჩვენ დინამიკას თუ ვნახავთ ამ ხელისუფლების განცხადებებმა, პირიქით კიდევ უფრო მეტი რაღაც უიმედობა შექმნა და პანიკა შექმნა, თუნდაც ცოტა ხნის წინ გაღმოვანებულმა რაღაც ნაბიჯების პაკეტმა უცებ სავალუტო ბაზარზე კიდევ უფრო პანიკა გამოიწვია, ხო? ამიტომ თუ კი ხელისუფლება ვერ ახერხებს თავისი მთავარი ფუნქციის შესრულებას, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, სტაბილურობას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა დაისმება ამ ხელისუფლების საკითხი სამთავრობო გუნდის თუ სხვა და ეს იქნება აბსოლუტურად ლოგიკური. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, პირდაპირ ჩართვისთვის. ეს იყო იგი წერეთელი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ქუთაისიდან. ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში. ჩვენი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ვისაუბრებთ უკვე სირიაში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესების შესახებ. გავერკვევით რა ხდება სირიაში რამდენიმე წუთში.